კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ სოციალური თერაპიის სახლი უკვე 35 წელია ემსახურება გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებს. დღესდღეობით 54 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი ყავს. ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა საქმიანობაში, ქმნით ხელნაკეთ სხვადასხვა პროდუქციას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომ ჩვენი მუშაობის მიმართულება იყოს ეკომეგობრული. სენამდეც მსგავსი მიმართულება გქონდა, კერძოდ ჩვენთან არსებული სტამბის ქაღალდის ნარჩენს ვახდენდით მის გადამუშავებას, ვქმნიდით ახალ პროდუქციას, აი მაგალითად ბლოკნოტების, წიგნების ყდებს, სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებს და მაგრამ სენის შემდეგ უფრო მიზანმიმართულად დავიწყეთ ანალიზი, მსჯელობა თუ ორგანიზაცია რა ნარჩენს გამოიმუშავებდა, კერძოდ პლასმასის მიმართულებით, გავუკეთეთ აღრიცხვა ყოველთვიური ანალიზი და მნიშვნელობა მივანიჭეთ, როგორ შეგვემცირებინა გამოყენებული ესეთი არა ჯამრთელი ნარჩენი და სხვადასხვა სახელოსნოებმა აიღეს თავიანთი პასუხისმგებლობა ამ გარკვეული ნარჩენის სახეობის შეგროვებისა. ამ ეკომიმართულებით მუშაობისას ასევე ჩაერთვნენ ჩვენი ბენეფიციარის ოჯახის წევრები. მათთანაც ხდებოდა საუბრები, თუ რა მავნე ზიანი მოჰქონდა ამა თუ იმ ნარჩენს დედამიწისთვის, რამდენი წელი სჭირდება მათ დაშლას. მათ ცნობიერების ამაღლებაზე ვზრუნავდით. თანამშრომლობთ TNS-თან, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის პლასმასის შეგროვება გამოგვივიდა. ესე იგი წარმოიდგინეთ 54 ბენეფიციარს, ყველას რო ოჯახიდან გამოყენებული პლასმასი მოაქვს, ასევე თანამშრომლებს 25 თანამშრომელი ვართ. და სადღაც კვირაში ერთხელ დაახლოებით ჩვენი მიკროავტობუსით, ჩვენი ბენეფიციარების დახმარებით მიგვაქვს TNS-ში. დღესდღეობით 70 კილო პლასმასი გვაქვს ჩაბარებული. პატარ-პატარა ნაბიჯებით მართლა მთელი შეიძლება დედამიწა შემოიარო.